ნაციონალების ბრალდებებს ხელვაჩაურის გამგებელმა უპასუხა ნადიმ ვარშალინძის განმარტებით სუბსიდიის სახით სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხით 1172-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, მათ კი ვინც კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენამ ვერ შეძლო, 15-თვიანი დანამატიც ვერ მიიღო. მუნიციპალიტეტმა 3.150.000 ლარი და მხოლოდ 1.719.585 ლარი აითვისა. დანარჩენს კი წლის ბოლომდე ცენტრალურ ბიუჯეტში დააბრუნებს. დარჩა 2 მილიონამდე თანხა. ჩვენ ეს თანხა იმიტომ გამოყო სახელმწიფომ, რომ მიგვეცა სუბსიდიის სახით ჩვენს მოსახლეობაზე, მაგრამ მოგახსენეთ, რომ ჩვენ კანონს ვერ დავარღვევდით, იქიდან გამომდინარე თავში იცოდა იმ ინდმეწარმეებმაც და ფერმერმაც თუ რა დოკუმენტაცია უნდა მოიტანა. რა ეგ უკვე პრობლემაა ფერმერების, რა, ფერმერების მეთქი უკაცრავად იმ ინდმეწარმეების, ვისაც ეს მანდარინი გაქონდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ანუ მათ ქონდათ ეთყობა პრობლემა საბაჟო სამსახურებთან ახლა. ამას მე ვერ გეტყვი, მე არ გამომიძიებია და რატომ უნდა ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ეგ რა ქვია, პრობლემა ამ საბუთების მოტანა, დოკუმენტაციის მოტანა, ჩემთვის დღესაც გაუგებელია.